Maestros ეთერში რეგიონების დროა მე ირაკლი მაისურაძე ვარ გამარჯობა. ზესტაფონის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია იწყება. პროექტი 22,900 კვადრატულ მეტრ. გასართობი მოსასვენებელი საბავშვო და სპორტული ზონების მოწყობას ითვალისწინებს. განახლდება კალათბურთის მოედანი, საბავშვო მოედანი, სადაც განთავსდება ატრაქციონები. მუნიციპალიტეტში ასევე მიმდინარეობს ქალაქის ორი უბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაც. დეტალურად ამ და სხვა პროექტებზე სასაუბროთ კი ზესტაფონის მერი შემოგვიერთდება რეგიონების პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. დიახ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია გასართობის პროექტის მოწყობა, რომელიც 3 მილიონ ლარამდე ღირებულებით არის ხარჯავიწყდით. ამ ინეს პარკთან ერთად ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ასევე ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, სადაც ხელოვნურ საფარიანის 300 მაყურებელზე გათვლილი მინი სტადიონის მშენებლობა არის დაგეგმილი 2026 წელს. ასევე მინდა გითხრათ, რომ მთლიანი ბიუჯეტი 6,180,000 ლარი იქნება რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებული სხვადასხვა პროექტები. ეს არის საჭიდაო დარბაზი, ასევე აჯამურის ხიდი და ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურის სხვადასხვა გზები. რაც შეეხება ადგილობრივ ბიუჯეტს, 6,500,000 ლარი იქნება ადგილობრივი ბიუჯეტის გათვალისწინებული თანხები და ამ თანხებში გათვლილი არის სხვადასხვა როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ქუჩების რეაბილიტაცია. საინტერესოა გზების რეაბილიტაციაზე როცა ვსაუბრობთ, უფრო კონკრეტულად რო აგვიხსნათ, რაზეა საუბარი, რა კონკრეტულ პროექტებზია და რა ქუჩებზია საუბარი? გზებს რაც შეეხება, ეს არის ზორვეთის ცენტრალური გზა, სადაც ასფალტის საფარი იქნება სრულად დაგებული, მარტო თუბნის ცენტრალური გზა, სადაც ბეტონის საფარი იქნება შეცვლილი. პირველი შვირის 2 სხვადასხვა ქუჩის გზები არის, ასევე თვრინი ალავერდის დამაკავშირებელი და ქვედა საზანოს გზის რეაბილიტაცია. თქვენ ახსენეთ ხიდიც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ეს თუ არ ვწდები პუშკინისა და კეთილაძის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდია, რა სახის კონსტრუქციაზეა საუბარი, თვითონ რა ბიუჯეტით, რა დაფინანსებით კეთდება ეს ხიდი და რატომ გადაწყდა საერთო ჯამში ამ ხიდის რეაბილიტაცია თუ თავიდან მშენებლობა? აღნიშნული ხიდი სრულად იქნება რეაბილიტირებული 800,000 ლარამდე არის ამ ხიდის ღირებულება. ვინაიდან ის დაზიანებული იყო წლების განმავლობაში და ამის შემდეგ მოხდა ამ ხიდის პროექტის გაკეთება და მოხდა ამ ხიდის დემონტაჟი, რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა აღნიშნული ხიდი, რომელსაც მშენებელი პირობას დებს, რომ სექტემბრის თვეში ამ ხიდს აღადგინოს. საინტერესოა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ახალგაზრდებისათვის ერთ-ერთი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება თქვენთან. საჭიდაო დარბაზის მშენებლობა კვალითის დასახლებაში. თუ არ ვწდები, რა პროექტზეა საუბარი, რა მასშტაბის სპორტული ობიექტი იქნება და ვის მოემსახურება, რამდენ ვთქვათ, მოსწავლეს ახალგაზრდა შეეძლება ამ დარბაზში სიარული? ეს დარბაზი იქნება 200 სპორტსმენზე გათვლილი, 300 მაყურებელზე, ტენდერი უკვე გამოცხადებულია, დაკონტრაქტებულია და 2026 წლის ბოლომდე აღნიშნული პროექტი უნდა ჩაბარდეს მუნიციპალიტეტს. ეს იქნება საჭიდაო დარბაზი, სადაც ზესტაფონის ახალგაზრდების უმეტესობა შეეძლება აღნიშნულ დარბაზში მისვლა და ვარჯიში. ამ კვალითის დასახლების ჭიდაო სტადიონისთან ერთად ასევე რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზესტაფონში გეგმავს სპორტული კომპლექსის მშენებლობას, რომელიც 500 ახალგაზრდაზე იქნება გათვლილი. ეს სპორტული კომპლექსი განპირობებული იქნება, სადაც იქნება როგორც საცურაო აუზები, ასევე სხვა სპორტული დარბაზები.
და აუცილებლად მინდა გკითხოთ სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები თუ არის დაგეგმილი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებებში და ახალგაზრდობის ხელისშემწყობი პოლიტიკა როგორი არის მუნიციპალიტეტის? ახალგაზრდობის ხელშეწყობის პოლიტიკა არის უბრალოდ ეს სპორტული მოედნების მშენებლობა, ასევე მინდა გითხრათ, რომ ქალაქში აჯამურის დასახლებაში მიმდინარეობს სკვერის სრული რეაბილიტაცია, ასევე ქალაქის 5 სხვადასხვა ქუჩაზე დაიწყება ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია და დაიწყება რეაბილიტაცია როგორც ის ასევე საცალფეხო ბილიკების. დიახ. ძალიან დიდი დიახ, გისმენთ. ასევე 6 კორპუსს უტარდება ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ის თხოვნები, რომლებსაც მოსახლეობას მოაქვს ჩვენამდე მაქსიმალურად საქმით დავანახოთ, რადგანაც ყველა მოსახლესთან ინდივიდუალურად გვაქვს შეხვედრები, როგორც უბნებში, ასევე სოფლებში და პრიორიტეტების მიხედვით ვახორციელებთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორც დაწყებულია, ასევე ნელ-ნელა ეტაპობრივად გავაგრძელებთ აღნიშნული პროექტების განხორციელებას. წარმატებას გისურვებთ, წარმატებას ყველა პროექტის დასრულებაში. მაყურებელს შევახსენებ, ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში.